შემდეგი მონაწილე არის თემურ გამცემლიძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო თემურ. მოგესალმებით ბატონო თემურ. ასაკი 64 წლის. სასაცილოა. საცხოვრებელი ადგილი თბილისი. სასაცილოა. განათლება უმაღლესი. ანუ ძალიან ისეთი ჩვეულებრივი ანკეტა, ამიტომ აღარ გავაგრძელებ. არა, გავაგრძელებ. გავაგრძელო? მან წერია რომ ეხლა ცოლი რომ ყავს, მეცხრეა, ჩემი მეცხრე ცოლია და აი ეს ყველაფერი ეხლა რაც უნდა მოგიგოთ. იმის ენაკლიმატობით არის. ჩემი მეცხრე ცოლი ეს სიმართლეა, ხო? სიმართლეა, აბა 9 შვილი მყავს, მეცხრე ცოლია რა. ხო და ეხლა რა არის კიდე ცნობისათვის ეს ცოლი ბოლოს ახალქალაქიდან არის, სომეხია და ვერ ლაპარაკობს წესიურად ქართულს და ნუ ეხლა მოგიყვებით რაც ხდება რა. შევიდრე დავიწყოთ. 3 2 1 ეს მეხსაცმელი მომიტანა ჩემო მეუღლეთ და მეუნება რომ შეხედე როგორიაო და მეუთხარი არ გითხრა მეთქი გამგზავნა ვკითხეო და ასე მითხრა რამდენი წლის არის შენი ქმარიო 62-ო და წაუღე მეტი აღარ დაჭირდება ასე მითხრა მეუთხარი იმის თქმას ვერ დაუტოვე თორემ მეორადებში უყიდია დაგეტოვა მიდა თავისი ქრისთვის მეთქი და იმის გამონაცვალი ყოფილა ხო ეხლა როგორ გამიხარდა რაღაც პატარა გამეციდა და ვერ დააფიქსირა გიორგი ვარდოსაძე და გამიხარდა და მე დააფიქსირა ვერ დააფიქსირა ისიქენი რომ გაგეღიმა მე შეულებრივად დავარჩი 50 ლარი თქვენია გილოცავთ აპლოდისმენტები ვაგზელებთ რა თქმა უნდა კი ახლა ეს რო არ მოგო ჩემი ცოლი სახში არ მიმიჩნევ მე რა პრობლემაა მე 10 ცოლი და ეგე არა რაშია საქმე აი გოგონები მყავს აქ ჩემი 12 და 13 წლის გოგონები ხო და ესენი თუ უნდა გავზარდო და მე ვიფიქრებ კიდე მე 10 ცოლი მე 10 ცოლი აი რა შეასაკ მოემზადოთ მაშინ 3 მოემზადოთ და 2 1 ხო და აი იმ გოგონებიდან ერთ-ერთმა გამაბრაზა და შენი დედა მეთქი რა მოვარდა ჩემი ცოლი გახარ როდის ფიქრა გაუხარდა ბატონ ბიზნეს აპლოდისმენტები გაეცინა აი რა იუმორიზმოა როდის რომ ანუ შედი გალო ბურთაში ხო აი ესე კარგი 100 ლარი თქვენია მომილოცავს რა შევით აი ხო შეკითხვა ვაგრძელებ თუ წვეთთ ამას რა ვიცი გავაგრძელოთ შევ თქვენი გადასაწყვეტი მოდით გოგოებს ვკითხოთ თქვენ გოგოებს მამა შევწყვიტო თუ გავაგრძელო რა თქვას უკაცრავად? კაი, ერთი გავაგრძელოთ. ნახოთ, აბა. კარგი, მოემზადოთ. არ შეგვიშვებს დედა? შეგვიშვებს. მაშინ 3 2 1 ჩემ ძოს ვეკითხები ახლა. ასაკით უფროსი ვარ და მე რომ მოგდები მეთქი. როგორ მაინტერესებს? მეთქი ესე გამომაჭყიტა მეთქი თუ მიტირებ მეთქი და პასუხი. რა ვქნა თემური მეთქი შენ რომ მოგდებიო? დარწმუნებული ვარ, ყველა შენი ცოლი მოვა დაგზალვაზეო და მანამ ჩემი ოჩერედი მოვა შენ კი დაგმარხავეო და როდის გაუნა გიტირო. ხო. ხო, ზღაზე გამოგზავნა მეუღლემ და მეზობელი ეკითხება რა უნდა შენ ხარ ზღაზეო და რა ვიცი გოგო და ის მოვიტანეო რა ქვია. ყველი მოვიტანე ბაზიდან ისეთი რბილი იყო და ჩავდე მარილწყალშიო და როგორ თქვა ისე იქცა 4 წეშია და გავგზავნე ეს ჩემი ქმარი ეგება კი ეშველოს რამე ასაკშია უკვე და ჩამოვედი იქიდან და მეზობელი ეკითხება რომ რა ქენიო და უილა დავხარჯი ამდენი ფული მაგის დედაც რატირი მაგისიო ჩემაც რომ მოგბასო ორჩა ძალიან ცუდი მაგრამ ერთი წუთი ამოიწურა ბავშვებს ნუ ეჩხუბებით მაინც. ბავშვების ბრალი ეს არ არის. ბავშვების ბრალი ეს არის უბრალოდ დროის ბრალი, რომელიც ძალიან სწრაფად გადის ერთი წუთი. კარგი თამაში იყო, საინტერესო თამაში იყო. ჩვენ კიდე გელოდებით ამ სცენაზე. ასე უღმესი მადლობა მოგზაურობისთვის და აპლოდისმენტები გავაცნობთ.